შავი ვარდი. თავიდანვე წინააღმდეგი იყავი. ვერ წარმოვიდგენდი ამდენს თუ გაბედავდი. ცოტაც და ჩემი შვილის მკვლელი გახდებოდი. ასიმის მკვლელი გახდებოდი. ებრუ გთხოვთ, მომისმინე. მას არ ვიღებ, რადგან ვიცი, რომ საშინაო მდგომარეობაში ხარ. ზღვარს ნუ გადადიხარ. შენი შვილი ხომ კარგად არის? მეტი რაღა გინდა? რუსგარს რამე რომ დამართნოდა, მას რამე რომ დამართნოდა, მოგკლავდი. მე მოკრები კიდეც? ვიცი რომ ეს შენი ნამოქმედარია, შენ ჩაიდინე. ხო, ყველა დაწყნებდეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ არ ვიცით, მაგრამ ყველაფერს გავარკვევთ. კენდალ. ასიმს რომ რამე დამართნოდა. კენდალ. შენ მაინც რა დაგემართა? როგორ თუ რა დამემართა? ჩემი შვილი მოკვდებოდა, ჩემი შვილი. ახლა შენ არ დაიწყო. კენდალ, რამე თქვი? თქვი რომ ეს შენ არ ჩაგიდენია, ხმა ამოიღე. დედა, ვიცი რომ ესენი მანიაკები არიან, მაგრამ შენ მაინც რა დაგემართა? ამ ქალის ბუსტუხთან მე რამე საქმებოდა. დედამ რაღაც გკითხა და პასუხი გაეცი. ხმას უწევ? დიახ, ვუწევ და უფრო ავუწევ. მამა, მომცილდი. ასიმ. იცია. ასიმ. დაჯექი. კაპიტანო, ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. ამ საქმეს მიხედეთ, გაარკვიეთ რა მოხდა. კაპიტანო, იმ ტომრებზე, რომლებიც არ დამწვარა, რაღაც სითხეა გადასმული, დარწმუნებულები არ ვართ, მაგრამ ვეჯობთ, რომ ბენზინია. დავადგენთ. იდიოტო, გითხარი, საქონელი გადაწვი მეთქი. შენ კი რა ჩაიდინე? შიგნით ბავშვები ყოფილან. ვერ დაინახე? ბავშვებს რომ რამე მოსულოდათ, მაგ თვალებს დაგთხრიდი. გესმის? დაგთხრიდი. დროებით. რა ჯიუტი ადამიანია. ალო, რეჯეფ, რა გითხარი? შენთან საუბარი არ სურს. ასე ამბობს რეჯეფს არავის ვიცნობო. დანით ხომ ვერ დავჭრი და ტელეფონთან ძალით ხომ ვერ მოვათრევ. მხოლოდ ის უთხარი, რომ ჩემი ტელეფონი იპოვოს, ყველაფერი მასშია ჩაწერილი. ნახოს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამამართლებს. ტელეფონი სახლში იქნება, ნახოს. კარგი, გადავცემ. შეიძლება წავიყვანო. დიახ, უკვე შეგიძლიათ წახვიდეთ. წავიდეთ საყვარელო. ფირატბეი, ხომ იცით რომ ეს მან ჩაიდინა? ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის. სახლში წადით. ძალიან წუხარ ხადრია ჰანიმ. გმადლობ შვილო. რამე ხომ არ გაარკვიეთ? ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია?
უბედური შემთხვევა მოხდა, მთავარია რომ არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ დადგენილა. ღამე მშვიდობის. ხედავ დედა, იმ ელიტის ვარდმა ყველას წინაშე მე რომ დამადანაშაულა კაპიტანმა ოგუზმაც ეჭვი ჩემზე მიიტანა. დედა გეუბნები ის ქალი კარგს არაფერს მომიტანს. აი ნახავთ. მას პრობლემები ჩვენთან აქვს. ნარინ. კენდალ. დედა გაფრთხილებ, ეგ სიტყვა მეორედ აღარ გამაგებინო. წავიდეთ. ჩვენც წავიდეთ. პირადად თუ გინდა ამაღამ ჩვენთან დარჩი. არა, გმადლობა, დარჩენა მერჩევნია. თქვენ წადით და ისვენეთ. წავიდეთ დედა. ემინე. ღმერთო ჩემო. ყველაფერს უარყოფს კიდეც აშკარა რომ ეს მან ჩაიდინა. ავადმყოფი. ადა კმარა, რა კმარა, მისი საქციელი კმარა? გოგონიო თქვენს ოთახში წადით და დაიძინეთ. წადით. დედა, ებრუც მოვიდა, ემინეც მოვიდა, მაგრამ არც ერთი ხმას არ იღებს. რა მოხდა? აღა. ნარინ. ღვთის გულისათვის ერთ-ერთმა მაინც მითხარით რამე. დედა, შემეშინდა. ნუ გეშინია ასი. კარგად ხარ. ნუ გეშინია. მოგბრძანდი დედა. ასი მიდააწვინე და ეზოში ჩამოდი, უნდა დაგელაპარაკო. ჩამოვალ დედა. ასი. მიხარი. სანამ ხანძარი გაჩნდებოდა იქ, ვინმე დაინახე? არ დამინახავს. ძილინების საშვილო. ტკბილ სიზმრებს გისურვებ. ახლა დაწექი და დაიძინე, ჩემო საყვარელო. ღამე მშვიდობისა. ეზოში ვიქნები. კენდალი სად არის? ოთახში ავიდა დედა. ბოსტუღი სულ დაიწვა? წადი და კენდალს დაუძახე.
ყველას ძალიან შეგვეშინდა, გული გაგვისკდა. დამიჯერე კენდალსაც ძალიან შეეშინდა. შვილო, ხუმიცი მას ასეთი ხასიათი აქვს. შიშს, წყრომას, სიყვარულსაც კი თავისებურად გამოხატავს. ეს ყველაზე კარგად შენ იცი. რაც უნდა გითხრას და როგორც არ უნდა მოიქცეს, კენდალს შენც და ასიმიც ძალიან უყვარხართ. ძალიან. ეს იცოდე ემინე. დედა, იმისთვის რომ დამამშვიდობ, ყულს ნოამბობ. ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ კენდალს საკუთარი თავის გარდა არავინ უყვარს. არც მე ვუყვარ ვარ და არც ასიმი. დედა, შენ ან კენდალ აღას როდესმე უპატივცემულოდ მოგქცევი ვარ. რას ამბობ შვილო, შენი მადლიერი ვარ. უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს შვილო. დედა, მინდოდა რომ კენდალს ყვარებოდი. ვერაფერს გავხდი. საკუთარ თავს ვუთხარი. შენ მწყურვალი არ ხარ, ქუჩაში არავინ გაგდებს. რა გაწუხებს მეთქი? მინდოდა შვილი მაინც შეყვარებოდა. საკუთარი შვილი. დედა, კენდალს კითხე. ასიმისთვის ერთხელ მაინც თავზე ხელი თუ გადაუსვამს და თუ მოფერებია. გისმენ დედა. კენდალ, რა მოხდა? იმინეს წესიერად მოიქეცი და ელაპარაკე. ხვდები როგორ შერწყვი. დაელაპარაკე და პატიებას თხოვე, გაფრთხილე. ამ თემაზე მეორედ აღარ მალაპარაკო. ის როგორ არის? ვინ? ბიჭი. ასიმი რომ თქვა გერიდება? ხომ მიხდი ემინე. კარგად არის? ისი მდგომარეობა გადარდებს? მომისმინე ემინე, ისედაც განერვიულებული ვარ. უარესად ნუ გამანერვიულებ. იქაც ენა დაიგრძელე. ასიმს რა ფერის თვალები აქვს? რა? საკუთარი შვილისთვის თვალებში ერთხელ მაინც თუ ჩაგიხედავს. მისმინე ემინე. ამ შუაღამისა სისულელების როშვას მოეშვი. წყობილებიდან ნუ გამომიყვან. ძალი შენს ნაბიჯვარს ჩაეხუტე და დაიძინე. იმ ნაბიჯვრის მამა შენ ხარ. გმადლობ აღა. წლების შემდეგ პირველად შემეხე. ხელი დამაკარე. რას ამბობ ემინე? ამით რისი თქმა გინდა? ასე რატომ დავისაჯე? ღვთის გულისათვის მითხარი. რა დაგიშავე რომ შენგან ასეთ საქციელს ვიმსახურებ? რა დაგიშავე? დავივიწყე რომ ქალი ვარ. დედა გავხდი. დედობა ჩამაშხამე. მითხარი აღა. სიყვარულის გარდა შენთვის რამე დამიშავებია? ემინე გაჩუმდი. ღვთის გულისათვის გაჩუმდი. გავჩუმდები აღა. შენ ნუ დარდობ. ხმას აღარ ამოვიღებ. ქალები ან სიყვარულის ან სიკვდილის დროს ჩუმდებიან. ამდენი წელი ხმას არ ვიღებდი. ჩუმად ვიყავი, რადგან მიყვარდი. ამჯერადაც გავჩუმდები, მაგრამ ამჯერად სიკვდილის გამო.
როზგარ. დედა. როზგარ. ჩემ წინები აღა, არ მიწყინო. რა მოხდა? ბუსტუღი სულ დაიწვა? ო, დაიწვა. ის ავადმყოფი ქალი კი მემაბრალებს. რა სისულელეა? დაძაბული იქნები აღა. მასაში გაგიკეთებ. ემინეც ახლა გამოჩნდა. იზღამაყლდა. რა მოხდა? შენი საქმე არ არის. ებროსთან რომ იყავით მაგ დროს რეჯეფმა დარეკა. რა? ჰუ, დარეკა. მელეკთან უნდა დაალაპარაკება. დაელაპარაკა? არა აღა, არ დაელაპარაკა. მელეკმა სასტიკი უარი განაცხადა. რეჯეფს არავის ვიცნობო. ძალიან კარგი. ადექი მინერალური წყალი მომიტანე კუჭმა ისევ შემაწუხა. დროზე. ხელი გამიშვიგობა. წულები დამემტვრა. რა მწარე ხელი გქონია? Haydi.
რა დაგემართა ემინე, ვერ დაიძინე? წყალს დავლევ, სულ გავოფრიანდი, ძალიან ცხელა. ასიმ ადექიშვილო დედა საყვარელო რა ხდება? არც ჩაი დაუყენებიათ, არც საუზმე ამზად. ემინე. დედა ეტყობა ემინე ჯერ არ ამდგარა. ჩაი მზად არ არის. გუშინ რა უბედურება გადაიტანა საბრალო. ჩაის დარდი აქვს. ჩაი თავად დააყენე. საუზმეც მოამზადე დროზე. ნარინ სულთანს ეძინოს. მე კი ფეხმძიმემ სამზარეულოში ვიტრიალო. ებრუ სად მიდიხარ? ებრუშვილო, მომხდარის გამო ძალიან მწუხვარ. თავარია უფალმა როზგარი გადაგვირჩინა. რუსტუღი წყალსაც წაუღია.
ესეც შენ ჩაიდინე, კენდალ. ესეც შენ ჩაიდინე. ტრაქტორი მჭირდება. გისმენთ. ტრაქტორი მჭირდება. ქალბატონო, გავიგეთ, რაც შეგემთხვათ, იმედია ბუსტუკთან ერთად ჩვენი თანხაც არ დამწვარა. პირდები თვალს აუცილებლად გადაგიხდით, ახლა კი ტრაქტორი მჭირდება. არ გეწყინოთ ქალბატონო, მაგრამ დღეს არ მუშაობ. იმედია დანაპირებში ასრულებს. ნეტავ როგორ მუშაობს. იმ ქალს შენს ტრაქტორთან აესაქმება. რას აკეთებს? ქალბატონო, რას აკეთებ? უღმერთი გზამ ტრაქტორი გააჩერეთ და ჩამოდით. ტრაქტორი მომბარა. დედა, რა არის შვილო? როგორ ხარ? რომ გითხრა კარგად ვარ მეთქი, დამიჯერებ? ესენი სად არიან? რა შენი საქმეა შვილო? დროზე ისაუზმე არ დაგაგვიანდეს. ემინი და ასიმიც გააღვიძე. შვილო, კენდალ, სიმართლე მითხარი, ამ საქმეში შენი ხელი ურევია? ამ დილაუთენია, რას მეუბნები დედა? ჩემი გაგიჟება გინდათ? სიმართლე მითხარი მეთქი. რაც უნდა მოხდეს, ის ქალი ყველაფერს მემაბრალებს. ნუ თუ მისი გჯერა დედა. კარგი რა დედა. დედა არ არის. ალბათ ეზოში ჩავიდა, სხვაგან საწავიდოდა. ხომ იცი დედა არ საწავიდოდა, რომ არ გავეფრთხილებინეთ. რუს გარსაც შიგნით ძინავს, ალბათ? ალბათ სახლში წავიდა. მოემზადე და ჩვენც წავიდეთ. კარგი.
Kızlar nereye gittiniz? გოგონება, სად მიდიხართ? თავი დაანებე დედა, სადაც უნდა იქ წასულა. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. შულო, ბავშვებს თავი დაანებე. მათგან რა გინდა? Ne istiyorsan bunlardan? მათგან არაფერი მინდა დედა, საერთოდ არაფერი. ახლა შენი ნერვები არ მაქვს. შეიძლება კენდალბეი. რა ხდება, კაპიტანო? ხანძრის თაობაზე მინდა დაგელაპარაკოთ. რა ხდება, შულო? რის შესახებ უნდა დამელაპარაკოთ? ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით. კაპიტანო, იქაურობას ცეცხლის სწრაფად მოედო და დაიწყო. ალბათ ვინმემ ცეცხლმოკიდებული სიგარეტი გადააგდო და ცეცხლის ამიტომ მოედო. გასაგებია, მაგრამ ბუსტული ასე სწრაფად არ იწვის, კენდალბეი. კაპიტანო, 50 გრადუსია კინაღამ მე დავიწვა. თანაც ამით რისით მაგინდათ? სიგარეტით ტყეც კი შეიძლება დაიწვას. რა არიცით? ვიცი. ვიცი, მაგრამ იმ ვიღაცას მხოლოდ სიგარეტი არ დაუგდია. სახლის გარშემო და ტომრებზე ბენზინი დაუსხამს. მერე? კაპიტანო, ბიძა ჩემი ხომ ამბობს, რომ არ ჩამიდენიაო. ბარან შენ გაჩუმდი. კაპიტანო, იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც არ ჩამიდენია, ჩემს ბრალდებებს მოეშვი. წადი და იმ ძაღლიშვილ რეჯეფს მიხედე, ჩემს სახლში დარეკვას ბედავს. რეჯეფმა დარეკა? დედა არც ემინია, არც ასიმი ყველგან მოვძებნე და არცად ჩანან. Ne demek yok? როგორ თუ არ არიან ამ ხელაქალი და ბავშვი ხომ არ აორთქლდებოდნენ? არ ვიცი, ალბათ სუფთა ჰაერზე სადმე გავიდნენ. Oğlum. შულო, წადი გაიქეც, იქნებ შენ ნახო. თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. ნარინ ჰანიმ, თუ შეიძლება იქნებ დღეს განყოფილებაში მობრძანდეთ. მომხდა რუსია მომნო შემთხვევასთან დაკავშირებით საქმე უნდა დავხუროთ და თქვენი მონაცემები გჭირდება. კარგი, შემოგივლით. კადრი ჰანიმ, თქვენის ნებართვით. კარგად იყავი, შულო. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.